კანიბალი, The Cannibal, ჯორჯ რ. მარტინის ცეცხლი და სისხლის სამყაროს ყველაზე იდუმალი და საზარელი დრაკონია. ის იყო დრაკონის ქვაზე, Dragonstone, მობინადრე სამიველური დრაკონიდან ერთ-ერთი, რომლის მოთვინიერებაც ვესტეროსის ისტორიაში ვერავინ შეძლო. მისი სახელი პირდაპირ ასახავდა მის ბუნებას, კანიბალს უზარმაზარი სიამოვნება, ფენი და სხვა დრაკონებზე ნადირობა. ის ჭამდა მკვდარი დრაკონების ნიშტებს, თავს ესხმოდა უფრო სუსტ, ახალგაზრდა დრაკონებს და ხშირად ანადგურებდა მათ ბუდეებს, რათა დრაკონის კვერცხებით და მართვებით გამოკვებილიყო. ვიზუალურად ის ნამდვილი კოშმარი იყო, ქვანახშირივით შავი, გიგანტური, მწვანე ავის მომასწავებელი თვალებით და მწვანე ალით. ადგილობრივებს შორის დადიოდა ლეგენდა, რომ კანიბალი კუნძულზე ტარგარიენების გამოჩენამდე ბევრად ადრე დასახლდა და ის სხვა უფრო ძველ დრაკონთა მოდგმას ეკუთვნოდა, რითაც ხსნიდნენ მის განსაკუთრებულ ზიზღს ტარგარიენთა დრაკონების მიმართ. დრაკონების ცეკვის დროს, როდესაც დრაკონის თესლს, თავისუფალი დრაკონების მოთვინიერება დაავალეს, კანიბალის გამოქვაბულთან მიახლოება მხოლოდ ყველაზე უბუნურებმა გაბედეს. კანიბალმა ყველა მაძიებელი დაგლიჯა და შეჭამა. მისი ბუნაგის გარშემო ათწლეულების მანძილზე გროვდებოდა იმ ადამიანების ძვლები, რომლებმაც მისი დამორჩილება სცადეს. კანიბალი სამოქალაქო ომში არც ერთ მხარეს არ ჩაბმულა, ის უბრალოდ შორიდან აკვირდებოდა მოვლენებს და იკვებებოდა იმ არსებებით, რომლებიც ბრძოლაში იღუპებოდნენ. ის ერთ-ერთია იმ მცირეოდენ დრაკონთაგან, რომლებიც ამ სისხლიან ომს ცოცხალი გადაურჩნენ. ომის დასრულების შემდეგ კანიბალი მოულოდნელად გაუჩინარდა დრაკონის ქვიდან და მისი კვალი სამუდამოდ დაიკარგა.